აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე წყალტუბოში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე არსებულ გამოწვევებსა და მოქალაქეების პრობლემებს გაეცნო. დევნილები დასაქმების ხელშეწყობას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ასევე ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგებას ითხოვენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ბოლო პერიოდში მდგომარეობა გაუმჯობესდა და სამომავლო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი. Ყოფებოდით წყალტუბოში, სადაც შევხვდით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ჩვენს დევნილებს, ადგილზე გავეცანით პრობლემატიკას, მოვისმინეთ მათი საჭიროებები. სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად შეეცდება ამ გამოწვევების და პრობლემების გადაჭრას. მე ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც აქტიურად გვიჭერს მხარს. სასიამოვნო შეხვედრა იყო ძალიან, გავიარეთ ჩვენი პრობლემები რაც არის, მოისმინეს, თვითონაც გვითხრას, რაც შეუძლიათ დახმარება და რაც ხშირად იქნება ეს შეხვედრები, ჩვენთვისაც უკეთესი იქნება და ველოდებით უკავშირს.